ჩვენს ვრცელ დასკვენ სიტყვაში ფაქტიურად ყველაფერზე გავამახვილებთ ყურადღება, არსებითზეც, ერთი შეხვედრით არაარსებითზეც, ტექნიკურ დარღვევებზე, რაც პირდაპირ მიუთითებს, რომ პატაკის ავტორის გამოკითხვა არ არსებობდა, არც პატაკი არ არსებობდა. ყოველ შემთხვევაში ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე შემხედრი მტკიცებულება, შესაბამისად არ არსებობდა პირადი ჩხრიკის საფუძვლები ინფორმაციისა და პატაკის ინფორმაციისა და ფაქტების ერთობლიობა, ასევე გავამახვილებთ ყურადღება იმაზე, რომ პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებები იყო ურთიერთსაწინააღმდეგო, არაშესაბამისი, ურთიერთშეუსაბამო, ასევე არადამაჯერებელი. მათი ჩვენებები იყო ურთიერთსაწინააღმდეგო არა მხოლოდ ერთმანეთთან მიმართებით, არამედ სისხლის სამართლის საქმის მასალებთან მიმართებით, ასევე დაცვის მხარის მტკიცებულებებთან მიმართებით. გავამახვილებთ ყურადღება იმაზე, როგორც არაერთხელ უკვე იყო ნახსენები ამ პროცესების განმავლობაში, რომ ბრალდების მხარეს არ აქვს ნეიტრალური მტკიცებულება, მათი ერთადერთი არგუმენტი დღემდე არის ის, რომ არ შეეძლოთ ვიდეო გადაღების წარმოება, რაც არის აბსურდი და მხოლოდ გვაიძულებს, რომ მათ სიტყვებზე ვენდოთ, რაც არ არის, რა თქმა უნდა, კანონშესაბამის და არც საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება შეესაბამება. აქედან გავამახვილებთ ასევე ყურადღება ჩვენს მიერ დანიშნული ექსპერტიზის დასკვნებზე. ბრალდების მხარე არის იმ გარემოებაში და იმ მოცემულობაში, რომ მას არ აქვს არანაირი მტკიცებულება, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენისთვის და გონივრული მიღმა სტანდარტით განაჩენის გამოტანისთვის საჭიროა მინიმუმ 2 პირდაპირი მტკიცებულება, ანუ რაც პირდაპირ ამხელს თევდორე აბრამოვს წარდგენილ ბრალდებაში, რაც